საზოგადოების ასოციაციის YouTube არხზე და სტუმრად ყავს ნაცია კოპალიანი. ძალიან დიდი მადლობა მოწვევისთვის, ძალიან დიდი მადლობა, რომ მომეცეთ შესაძლებლობა მივიღო მონაწილეობა თქვენს პროექტში. მადლობა შენ და გამიხარდა შენ. მეც ძალიან. პირველი თემა გვაქვს ევროპული კურსი და საქართველოს მომავალი და პირველი კითხვა მაქვს, გრძნობ თუ არა თავს ევროპულად და რა ღირებულებები გააჩნია? მე არა მარტო ვგზნობ თავს ევროპულად, არამედ ვთვლი, რომ მე და ყველა ნებისმიერი ქართველი ვართ ევროპელები, ვინაიდან ჩვენი მთავარი ღირებულება, ჩვენი კულტურა, ჩვენი იდენტობა, ჩვენი შინაგანი დამოკიდებულება პროცესების მიმართ, რა თქმა უნდა, ეს მიუთითებს იმას, რომ ყველა ქართველი არის ევროპელი. თავისი არსით და თავისი გეოპოლიტიკური მდგომარეობით, სწორედ ამიტომ ჩემი პასუხი იქნება დიახ, რა თქმა უნდა, მე ვგზნობ თავს ევროპელად და მინდა გითხრათ, რომ მე რამდენიმე წლის განმავლობაში ცხოვრობდი ევროპაში და მათი ღირებულება ძალიან იდენტურია ქართული ღირებულებების, ჩვენ ისე ვცემთ პატივს ოჯახს, როგორც ევროპელი მოქალაქეები, ასევე ვცემთ პატივს საკუთარ ტრადიციას, ისევე როგორც ევროპული მოქალაქეები და ის რაღაცა მცდელობები, რომ რაღაცა გარკვეულ ჯგუფებმა, ხელისუფლებამ და დეზინფორმაციამ წარმოაჩინოს ისე, რომ თითქოს ევროპელები პატივს არ ცემენ საკუთარ ოჯახს და არ გააჩნიათ ღირებულება, ეს არის ძალიან მცდარი დამოკიდებულება, ძალიან მცდარი შეხედულება და ადამიანების შეცდომაში შეყვანის ძალიან მძლავრი მეთოდი და ეს არ შეესაბამება სიმართლეს, რა თქმა უნდა, საქართველები თავისი ღირებულებით, გეოპოლიტიკით წარმოადგენენ ევროპას, წარმოადგენენ ევროპულ ღირებულებას და ისინი იმსახურებენ დაიკავონ ის ადგილი, რომელიც საქართველოს ეკუთვნის, ეს არის ევროპული ოჯახი და ჩემი მთელი პროტესტის ფორმა გამოიხატება სწორედ ამ მიმართულებით, რომ მე მინდა რომ ყველაფერი გავაკეთო იმისთვის, რომ რაც შეიძლება მალე მოხდეს ეს და რაც შეიძლება მალე დაუბრუნდეს საქართველო და ყველა ქართველი იმ ადგილს, რომელიც დაიმსახურეს. რა არის ევროპა? ევროპა არის ფასეულობა, ევროპა არის დემოკრატია. დემოკრატია, რაც ნიშნავს, რომ ძალაუფლება წარმოადგენს ხალხი, რომელსაც თავად შეუძლია გადაწყვიტოს რა უნდა, როგორ ქვეყანაში იცხოვროს, აქვს ღირსეული ცხოვრების პირობები, აქვს ყოფილი ჯანდაცვა, აქვს ღირსეული სიბერე და გადაწყვეტილებას იღებს თავად ხალხი. სასამართლო უნდა იყოს თავისუფალი, მედია უნდა იყოს თავისუფალი გავლენებისგან და სწორედ ეს შექმნის იმ ღირებულებად და ისეთ ქვეყანას, რომელიც გჭირდება მე და ყველა ქართველს, ევროპულ ქვეყანას, ევროპული ღირებულებებით სავსე ქვეყანას და მე დიდი იმედი მაქვს, რომ ძალიან მალე მე და ყველა ქართველი, რომლის მთელი ძალისხმევა არის მიმართული იმისთვის, რომ არ მოხდეს საქართველოს ევროინტეგრაციის გზიდან გადაყვანა, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ საქართველო მის ოჯახს დაუბრუნდეს, ვინაიდან ევროპა არის საქართველოს ოჯახი. რატომ არის საბჭოთა კავშირი ცუდი? საბჭოთა კავშირი, რუსეთი, როგორ შეიძლება იყოს კარგი? როცა არის ავტორიტარიზმი, როცა ხელისუფლებას არ წარმოადგენს ხალხი, როცა დამონებული იყოს მთელი ქვეყანა, როცა ჩვენ ვნახეთ საუკუნეების განმავლობაში, აი 70 წლიანი საქართველოს დაპყრობა, 1990-იანი წლების მოვლენები, ასევე აფხაზეთში მიმდინარე პროცესები, როგორც ჩვენ ვნახეთ 9 აპრილი 2008 წლის მიმდინარე პროცესები და ყველა ის მცდელობები 1921 წელი ძალიან მნიშვნელოვანია თუ როგორ გაბატონდა რუსული იმპერია
არიან საქართველოში და რა მოიტანა ამ წლებმა. ვერ გაიხსენებთ ვერც ერთ ფაქტს, როცა რუსეთის საქართველოში დაპყრობის პერიოდში საქართველომ რაიმე კარგი და ღირებული შექმნა. რა შვებოდა საბჭოთა კავშირი, რა შვებოდა რუსეთი, ანადგურებდა ყველაფერს, რაც იყო ქართული. მოსპეს და გაანადგურეს წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება. ყველანაირად დაარბიეს, გააპარტახეს და წაშალეს ფრესკები. ანუ ის რომ ჩვენი ერთმორწმუნე რუსეთი, ეს არის ძალიან დიდი შეცდომა და მე ვიტყოდი რომ რუსებს საერთოდ არავითარი შემხებლობა ჩემი აზრით არც ქრისტიანობასთან არ გააჩნიათ, იმიტომ რომ ქრისტიანობის მთავარი ღირებულება არის სამართლიანობა, არის შემწყნარებლობა, არის ის ფუნდამენტური ღირებულება, რაც წარმოადგენს სიკეთეს. ამასთან არავითარი შემხებლობა არ აქვს რუსეთს. ამიტომ მე ძალიან მიკვირს იმ ხალხის და გაუგნებული ვარ, რომლებიც ძალიან მცირე არის ეს პროცენტი, ცხადია და ძალიან ცოტა არის, ვინც თქვათ რაღაცნაირი წარმოდგენა აქვს რუსებზე, მაგრამ ეს სამწუხაროდ არის დამახინჯებული ისტორიის ბრალი და იმ ცდილობების, რასაც ქვია დეზინფორმაცია და რასაც ქვია სახელმწიფო მხრიდან რაღაც გაჟღერებული ინფორმაციები, რომლებიც ძალიან ცუდად მიეწოდება მოქალაქეებს. მე ვიტყოდი რომ ყველაფერი ცუდი, რაც ამ ქვეყანაში მოხდა, ნაწილობრივ სწორედ უკავშირდება რუსეთს და ჩემი აზრით ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ამ საბჭოთა, ამ რუსული, ამ რაღაცა ბოროტული ქვეყანასთან და ძალებთან ჩვენ არავითარი შემხებლობა აღარ გქონდეს და ჩვენ დაუბრუნდეთ იმ ნაწილს, რომელიც არის განვითარება და ხო, ანუ ესეც ხო არის ბოროტება. ანუ ადამიანი რომელიც თქვა უყურებს ამ პროცესს, როგორ შეიძლება თქვა კონდეს სხვაგვარი დამოკიდებულება და არიცავდეს უკრაინის მხარეს. ჩვენ ნახეთ ადამიანების განადგურების, ბავშვების მოკვლის, ქალაქების დაბომბვის შემთხვევები და პროცესი, რომელიც ახლა მიმდინარეობს, ამას არავითარი შემხებლობა დემოკრატიასთან არ არის. ეს ძალიან მარტივად ახლა მე ეს ჩემი სფერო არ არის, როგორც მოქალაქე შემიძლია გითხრათ, რომ ეს არის უდიდესი ბოროტება, რასაც რუსეთი აკეთებს უკრაინის მხრიდან და იგივე ბოროტებას ჩადის რუსეთი ეხლა საქართველოს მიმართად ჰიბრიდული ომის პირობებში და იმ გავლენების პირობებში, რასაც ქართული ოცნების ხელისუფლება იყენებს, ეს არის რუსული გავლენები და სწორედ ეს არის მცდელობა, ეს არის ჩვენი ომი ეხლა, დეზინფორმაცია და აი რაღაცნაირად ჩვენ უნდა მოვახერხოთ აქედან ერთიანობით და სამართლიანი ბრძოლით აი ამ პროცესიდან გამოსვლა ისე, რომ არ დაზიანდეს ჩვენი ქვეყანა, არ დაზიანდეს ჩვენი მომავალი და საქართველოს ღირსეული ადგილი დაიკავოს ევროკავშირის ქვეყნებში. ხო, ყოველი შემთხვევისთვის ეხა ის კანონები, რომელიც მიიღეს, რომელმაც შეზღუდა საქართველოში დემოკრატია, 28-ში მიღებული გადაწყვეტილება, როცა ბატონი კობახიძე გამოვიდა და გითხრა, რომ ევროკავშირის გაწევრიანების პროცესს აჩერებს, ეს იყო უდიდესი ტრაგედია. მოახერხების გათვალისწინებით დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება 2028 წლის ბოლომდე დღის რიგში არ დავაყენოთ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი. ასევე 2028 წლის ბოლომდე უარს ვამბობთ ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე ევროკავშირის მხრიდან. 2028 წლის ბოლო არის ის დრო, როდესაც საქართველო იქნება ეკონომიკური თვალსაზრისით სათანადოდ მომზადებული, რათა გახსნას მოლაპარაკებები 2030 წელს ევროკავშირში გასაწევრიანებლად. ეს არის არა მხოლოდ ჩემი, არამედ საქართველოს მომავლისთვის რაღაცნაირად წიხლის ჩარტყმა და ეს არის ძალიან დიდი შეცდომა, რაც ქართულმა ოცნებამ ჩაიდინა, თუმცა არა მარტო ეს არის მათი შეცდომა, თუმცა ვიტყოდი, რომ ეს არის
ყველაზე დიდი შეცდომა, თუმცა მე მაინც მგონია, რომ პროცესი არ დაწყებულა 25 წელს, ის დაიწყო ბევრად უფრო ადრე, როცა ქართულმა ოცნებამ უკვე განიზრახა, რომ საქართველო მოაშოროს ევროპულ ოჯახს, არ მოხდეს საქართველოს ევროინტეგრაციაში გაწევრიანება და ეს იყო მათი მხრიდან დაგეგმილი რამდენიმე წლიანი მცდელობა, რომელიც უბრალოდ დააგვირგვინა. მე მაინც მგონია, რომ ეს განზრახვა მათ ჰქონდათ დიდი ხნის განმავლობაში და ჩვენთვის ძალიან თვალნათლივ საქართველოს მოქალაქეების სრული უმრავლესობისთვის თვალნათელი გახდა უბრალოდ ეხლა. თორე რა ვიცი, ადამიანთა კატეგორია, მათ შორის მეც დიდი ხნის განმავლობაში ვეჭვობდით, რომ ეს პროცესი ძალიან დააზიანებდა საქართველოს და სწორედ ეს არის ახლა ის თვალსაჩინოება თუ მოქალაქეებს ჭირდება თვალსაჩინოება მიუხედავად იმისა თუ რა განცხადებებს აკეთებს ეს ქართული ოცნება ეს არის თვალსაჩინოება იმისა რომ ეს ხელისუფლება ცდილობს რომ ავნოს საქართველოს მომავალს ემიგრანტებისთვის ხმის შეჩერების მიმართულებით ეს არის უბრალოდ არ ვიცი ანუ ადამიანების ღირებულების გაუფასურება ვინაიდან აი მეც კი რამდენიმე წლის განმავლობაში ვიყავი ემიგრანტი და მე შემიძლია მაგალითად ავუხსნა მათ და ვუთხრათ როგორი არის ემიგრანტის ყოფა და აი ის რომ მაგალითად გვითხრეს და გამოგვიცხადეს რომ აი თუ შეიძლება ჩამოგბრძანდნენ საქართველოში ეს არის ადამიანის დაცია იცით რატომ? იმიტომ რომ ძალიან ელემენტარული წარმოდგენა მაინც უნდა გქონდეთ რას ნიშნავს ემიგრაცია ადამიანები ვერ ჩამოდიან საკუთარი ოჯახის წევრების გასვენებაში იმიტომ რომ იმისთვის რომ ევროპაში იმუშავან თუნდაც ამერიკაში შენ დგები აღრიცხვაზე აბარებ საკუთარ პასპორტს პოლიციის დაწესებულებაში იმისთვის რომ რაღაცა საბუთი მოიპოვო და შეძლო მუშაობა იმისთვის რომ ოჯახი არ ჩინო. ანუ ადამიანებს დოკუმენტებიც კი არ აქვთ იმისთვის რომ ადგნენ და წამოვიდნენ. არა მარტო ეს ერთი ყველაზე მთავარი პრობლემა, ამის გარდა ადამიანთა სრული უმრავლესობა ის ქალბატონები და ბატონები მათ შორის ვინც მუშაობს ოჯახებში ხშირ შემთხვევაში ისინი ირჩევენ ძალიან რთულ გზას და მუშაობენ ოჯახში აი ასეთი ტერმინია გამოუსვლელად რაც ნიშნავს რომ ისინი ოჯახებიდან ვერ გამოდიან მხოლოდ თვეში ერთხელ და აი ასეთ ადამიანებს რომლებსაც ხელისუფლებამ ვერ შეუქმნა დასაქმების და ცხოვრების ნორმალური პირობები, ამის შემდეგ კიდევ გამოდის ხელისუფლება და ხალხს დასცინის, რომ აი კეთილინებეთ და ჩამოდით საქართველოში. ანუ ეს არის ძალიან დიდი ბოროტება. ჩემი და ემიგრანტია, გერმანიაში ვცხოვრობ და ეხლა ვერ ჩამოვიდა როგორც ჩემი პერსონალისტა. ხო. აი ვერ ჩამოვიდა. და მართლაც ანუ გარდა იმისა, რომ აი წარმოიდგინეთ რამ ხელადგებელია ამ ხალხისთვის, რომ შენი ქვეყანა ვერ გაძლევს იმას სრულყოფილ ცხოვრების და მუშაობის უფლებას და სხვა ქვეყანაში აღარ და ამის გარდა როგორ ფიქრობს ახლა ბატონი კობახიძე ან პაპუაშვილი რომ აი რაღაცა დაწყობილი აქვს იმ ხალხს იქ ფინანსები და აი აიღებს ბილეთს ჩამოფრინდება 4 დღით მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას უკან დაბრუნდება ზუსტად აღარ მახსოვს რომელი პოლიტიკოსი იყო მაგრამ დააკვირდნენ ქვეყანაში რა ხდება მე ძალიან კარგად მე ვეტყოდი მათ რომ ძალიან კარგად ჩანს ქვეყანაში რა ხდება და ყველასთვის ძალიან კარგად ჩანს ქვეყანაში რა ხდება და ანუ ის რომ ადამიანები მოწყვეტილები არიან საკუთარ ოჯახებს პირველ რიგში საკუთარ პროფესიებს საკუთარ საქმეს აი ამ ეს ადამიანები ესეთ დამოკიდებულებად ნამდვილად არ იმსახურებენ ეს არის ძალიან ცუდი რამ და მე აი თან წარმოიდგინეთ ანუ სტატისტიკურად როგორ იზრდება ყოველწლიურად ემიგრანტთა რაოდენობა ქვეყანაში ანუ ეს ხო უნდა იყოს რაღაცა საზომი რაც განაპირობებს იმას რომ რაღაცა პრობლემა აქვს ქვეყანაში და მოდი დავჯდეთ წარმოადგენ ხელისუფლებას და ვიფიქროთ რა იწვევს ამას ერთხელ მაინც გაუკეთებიათ ეს არა იმიტომ რომ არ ადარდებთ ფული ირიცხება
შემოდის ბიუჯეტში და საერთოდ აღარ ადარდებთ უკვე რა მდგომარეობაში არიან ემიგრანტები. ასევე მინდა უთხრა, რომ ყოველი მეუღლე ადამიანი შეიძლება ეს არ არის ზუსტი და უმეტად ყოველი მესამეც იყოს ადამიანი არის ემიგრანტი ქვეყანაში. ანუ ეს არის კატასტროფა უბრალოდ, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება და რაზეც, საერთოდ ზოგადად ხო ადამიანის უფლებებზე და დემოკრატიაზე აღარ აქვს უკვე პრობლემა, მაგრამ როგორ შეიძლება რომ საკუთარ ქვეყნიდან გაქცეულ, იძულებით გაქცეულ ადამიანს ესე ელაპარაკო, ეს არის წარმოუდგენელი რამ. მიყავს ნაცნობები, რომელიც არიან ემიგრანტები და აქებენ ქართულ ოცნებას და მე მიჩნდება კითხვა რა მოგცა ხელისუფლება აქ ჩვენ ქვეყნიდან წახვედი ხო? იცი რა არის, მე არ ვიცნობ ესეთ მოქალაქეებს, ემიგრანტებს, ვინც მხარს უჭერს ქართულ ოცნებას, თუმცა ალბათ შეიძლება იყოს რაღაც გარკვეული ნაწილი მოქალაქეების, ვინც სამწუხაროდ არის შეცდომაში შეყვანილი და დღემდე მხარს უჭერს ქართულ ოცნებას. იცით რატომ? იმიტომ რომ ძალიან კარგად მუშაობს, მეთქი კარგად ვერ ვიტყოდი, ალბათ კარგად ჭალებში და მილიონობით ფულს ხარჯავენ დეზინფორმაციაში და ადამიანების შეცდომაში შეყვანაში. სამთავრობო მედია. კი, სამთავრობო მედიები ცხადია, რომლებიც არის ინსტრუმენტი ხელისუფლების ხელში იმისთვის, რომ მოქალაქეები დააშინონ და მოქალაქეებს მიაწოდონ არასწორი ინფორმაცია ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. ჩვენი ემიგრანტობა ვიცი, ძალიან კარგად წერდა, ისე გულისხმობ დაწერები რომ ხო, ანუ ძალიან რთული არის ემოციურად და სხვათა შორის ძალიან გამიჭირდა ემიგრაციაში ყოფნა და იმეც ვიტოვებ, რომ ამ ხელისუფლების პირობებში რაღაცაირად ამ გადაწყვეტილებას არ მივიღებ, თუმცა მე ძალიან განვიცდი ყველა ადამიანის წასვლას ქვეყნიდან და აი თვითოეული ადამიანი, აი თვითონ წასული ადამიანი ეს არის პირადი ადამიანური ტრაგედიის გარდა ეს არის ქვეყნის უდიდესი ტრაგედია, რომელმაც ეკონომიკური კრიზისი და პოლიტიკური სიტუაცია მიიყვანა იმ ნიშნულამდე, რომ ადამიანები ქვეყნიდან გარბიან. ეხლა დავისაუბროთ მედიაზე და ორ თემად გვაქვს გაყოფილი. 22 ონლაინ გამოცემის შეზღუდვა და კითხვა გაზეთი რას ნიშნავს ქვეყანაში 22 კრიტიკული ონლაინ გამოცემის შეზღუდვა. ეს არის ტექნიკური გადაწყვეტილება და პოლიტიკური შეტევა. ეს არის პოლიტიკური ანგარიშწორება ცხადია და სხვათა შორის დღესაც როცა ბატონი კობახიძე გამოდის საკანონმდებლო ორგანოში ონლაინ მედიებს აკრძალული აქვს იქ მუშაობა. ანუ ამ ფაქტებს საერთოდ როგორ შეიძლება რაიმე ფორმით ვუწოდოთ, რომ ეს არის დემოკრატია. ეს არ არის დემოკრატია. ეს არის ავტოკრატია, ეს არის ერთმართველობა, ეს არის მედიის უფლებების შელახვა, ეს არის დემოკრატიის განადგურება და ეს არის უბედურება, რაც ჭირს დღეს საქართველოს იმისთვის, რომ რატო ხდება ეს, იმისთვის, რომ არ დაისვას კითხვა. არ დაისვას კითხვა და ადამიანებმა ვერ მოიპოვონ პასუხები იმ კითხვებზე, რაც გააჩნიათ. რა არის ჟურნალისტიკის მთავარი ღირებულება? ის რომ ხელისუფლება შეახსენოს მისი ვალდებულება, ანუ დასვას კითხვა, რაც ლეგიტიმურია, რაც გააჩნია ხალხს და რაზე მიღებული პასუხიც არის მნიშვნელოვანი. მაგრამ დღეს ხელისუფლებას უნდა რომ შეიქმნას რაღაცა კომფორტის ისეთი ზონა, სადაც აღარ იარსებებს დამოუკიდებელი მედია ორგანიზაციები, აღარ იარსებებს დამოუკიდებელი მედია ორგანიზაციები და ცხადია აღარც დაისმება ქვეყანაში კრიტიკული კითხვა და ისინი ძალიან ბედნიერად ფიქრობენ ალბათ ასე, რომ გააგრძელებენ ცხოვრებას სწორედ პროპაგანდისტული მედიები და საზოგადოებას ამით კიდევ უფრო შეიყვანენ შეცდომაში. მე ვისურვებ და ვიმედოვნებ, რომ არასოდეს ასე არ მოხდება ამ ქვეყანაში და არასოდეს არ გაჩერდება მედია მაუწყებლები მიუხედავად იმ დრაკონული, იმ უსამართლო გადაწყვეტილებისა, იმ ტრული გავლენებისა და იმ ტრული ატმოსფეროსა, რომელიც არის დღეს ქვეყანაში შექმნილი დამოუკიდებელი მედია ორგანიზაციების და მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართულებით, ანუ წარმოიდგინეთ, რომ ხელისუფლებამ მიიღო 20-ზე მეტი
კანონი, რომელიც მთლიანობაში სპობს და ანადგურებს ქვეყანაში ყველა იმ შუქურას, რომელსაც შეუძლია ქვეყანაში დემოკრატია შექმნას. ეს არის მედია, რომელიც აშუქებს სიმართლეს ქვეყანაში და ეს არის არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც მუშაობენ ადამიანის უფლებებზე, ქალთა უფლებებზე, რომლებიც აკორდებიან არჩევნებს და რომელიც იცავენ ქვეყანაში დღეს დემოკრატიის მთავარ პრინციპებს და რაც სურს ხელისუფლებას, რომ მოკლას და გაანადგუროს ქვეყანაში დამოუკიდებელი მედია, გაანადგუროს მესამე სექტორი და დარჩეს რაღაცა ვარდისფერი სათვალეებით ქართული ოცნება მხოლოდ ამ ქვეყანაში და სხვა ადამიანებს არ გქონდეთ არავითარი ვალდებულება, არავითარი ცხოვრების ხალისი და არავითარი დემოკრატია. და გამოდის კაბახიძე ერთხელ იმედის ეცერში, რომ ეკონომიკა დუქს არ გაჭირვებული და აი ეს არის არ ვიცი რომელი პარამეტრით ითვლიან ასევე გაზრდილ ხელფასებს, მაგრამ საქართველოში რეალურად არის ეკონომიკური პრობლემები და ამას აჩვენებს ის მზარდი მაჩვენებელი, რაც ემიგრანტების სახით ყავს ამ ქვეყანას და აჩვენებს საკუთარი მაცივრები, რომელსაც თუ გამოაღებ ძალიან კარგად ჩანს, შენ ცხოვრობ აყვავებულ ქვეყანაში, თუ ცხოვრობ ქვეყანაში, სადაც ადამიანებს საკუთარი ხელფასი უბრალოდ აღარ ყოფნით უკვე საკვებ პროდუქტებზე, რომელთა ფასი, რა ვიცი, კატასტროფულად მზარდია. ანუ არ ვიცი, აი რომელ აღმავლობაზე ლაპარაკობს, რომელ ეკონომიკურ განვითარებაზე, როცა ძალიან თვალსაჩინოა ის, რაც ქვეყანაში ხდება. ძალიან თვალსაჩინო ყველა ადამიანმა, მათ შორის იმედის მაყურებელმა, რომ გამოაღოს მაცივარი და შიგნით შეიხედოს, მიხვდება ეს არის აყვავებული ქვეყნის მოქალაქეების მდგომარეობა თუ არა. ანუ გაიხედეთ ქუჩაში და ნახეთ რა მდგომარეობა არის. ადამიანები საჭმელს, აი სამწუხაროდ არ ვიცი ამაზე რა ვიცი, ცუდი, ტრაგიკული და შემზარავი რა არის, როცა ვხედავ, რომ ადამიანები ნაგავში ეძებენ საკვებ პროდუქტებს. არ ვიცი, დღესაც იყო სხვათა შორის განცხადება, სადაც თავადვე აღიარეს, რომ ევროპული ქვეყნების მაჩვენებელთან შედარებით, ყველაზე დაბალი განვითარება გვაქვს. ანუ თავისი პირითაც თქვენს ეს და არ ვიცი, ანუ მაშინ რა გამოდის, რომ ადამიანები, რომლებიც ვითხოვთ ევროკავშირს, რომლებიც ვითხოვთ ევროპულ ეკონომიკურ განვითარებას ქვეყანაში, ევროპულ ჯანდაცვაზე, ცხოვრების დონის, ესე იგი მართლები ვართ, ხო? ანუ ესე იგი ჭირდება ეს, ხო, ამ ქვეყანას ჭირდება ეს. იმის გარდა რომ იყოს უსაფრთხო, ამის გარდა ადამიანებს ჭირდება ცხოვრების უკეთესი პირობები. როცა ხელისუფლება მედიას მტრად აცხადებს, როგორ იქნება ხელისუფლებამ დამოუკიდებელი მედია ორგანიზაციები და ცალკეული ჟურნალისტები ყველა ვინ თავის ვალდებულებას ასრულებს, თავის ფუნდამენტურ ღირებულებას ასრულებს, რაც ნიშნავს, რომ ხელისუფლება შეახსენებს მისი ვალდებულება და მუშაობს კეთილსინდისიერად საკუთარ პროფესიაში, ამის ნაცვლად ჩვენ ვიღებთ ამ ჟურნალისტების, მედია ორგანიზაციების, ონლაინ მედიების დამოუკიდებელი და თავისუფალი ტელემაუწყებლების მისამართი ჩვენ ვიღებთ რას? კანონებს, რომლებიც ცდილობს მათ განადგურებას და ჩვენ ვიღებთ მტრულ ატმოსფეროს ამ ადამიანების მიმართ. აი ჩვენ ნახეთ მაგალითად ჩემი კოლეგა გურამ როგავას მდგომარეობა. ხახზე წყალი მიშველეთ. ხო კარგად ხარ, ჩემო პატარა, არიერულო კარგად ხარ. სასწრაფო მოიყვანეთ. ხო არ გაწყო. ამ ხახზე სასწრაფო დაუნახეთ. მაკაჩიხლაძის მდგომარეობა. ხელი არ მოკიდო. აბერას ხელი არ მოკიდო. პოლიცია ადგილზე არ არის. არ ვიცით რა ხდება. არაერთი ჟურნალისტის ახლა არ ჩამოვთვლი. დაახლოებით 600-მდე ჟურნალისტს მიაყენეს ფიზიკური სიტყვიერი შეურაცხყოფა, ხელი შეუშალეს პროფესიულ საქმიანობაში და რა ვნახეთ მის სანაცვლოდ. ვერ აღმოაჩინეს ეს ადამიანები, ეს არის პასუხი, ის არის პასუხისმგებლიანი ხელისუფლების დამოკიდებულება თავისუფალ მედიაზე. ხო, აი თავარი, ძალიან დიდი მადლობა პირველ რიგში, რომ მზიაზე დასვი შეკითხვა.
მაღლობელი არის სინდისის პატიმარი, მზია მაღლობელი არის პოლიტპატიმარი. მზია მაღლობელი იყო ჩემი უფროსი. მე მუშაობდი ბათუმელებში და მე ძალიან კარგად ვიცი რა ხდება და რა კეთილსინდისიერად მუშაობს ბათუმელები. ის ფარავს არა მარტო რეგიონს, ის ფარავს მთელ საქართველოს და მთელი ამ წლის განმავლობაში რაც ბათუმელები შეიქმნა, მისი მთავარი ღირებულება იყო სამართლიანობა, პროფესიონალიზმი და ქვეყნის კეთილდღეობაში შექონდა წვლილი იმისთვის, რომ ხელისუფლებას ყოველთვის გაეცა პასუხი მედიისთვის, ხალხისთვის და რომ ქვეყანაში და მათ შორის რეგიონში ადამიანებს გაეგონათ მართალი ხმა. აი ეს არის ძირითადი მიზეზი, რის გამოც დღეს ხელისუფლება ერჩის მზია მაღლობას და ეს არის აბსურდი, ეს არის სამარცხვინო ორწლიანი ციხის მისჯა ადამიანისთვის და ასეთ მდგომარეობაში ჩაგდება. მე იმედს ვიტოვებ და დარწმუნებული ვარ, რომ ყველას, ვინც ამ გადაწყვეტილებაში მიიღო მონაწილეობა და ვისი ვალდებულებაც არის და არ გააკეთა და არ მიიღო სამართლიანი გადაწყვეტილება, ქართველი ხალხი და მართლმსაჯულება და დემოკრატიული ქვეყანა, რომელიც ამ ქვეყანაში აუცილებლად შეიქმნება, იქნება პასუხგაცემული და ყველა ის ადამიანი აგებს პასუხს ამ პროცესისთვის, ამ დამოკიდებულებისთვის, რომელიც მიაყენა თავისუფალ მედიას და უპირველესად მზია მაღლობას, რომელსაც ასევე აქვს ჯანმრთელობის ძალიან რთული მდგომარეობა და ფორმა და სწორედ ეს არის მათი დამსახურება, რომ მზია მაღლობელი ჯანმრთელობის მდგომარეობა მიიყვანეს ამ დონემდე. და მე იმედს ვიტოვებ, რომ ისინი აუცილებლად აგებენ პასუხს. იმედი ვნახავთ მათ ციხეში ზიას და პავლოს ნაკლებად. ბოდიში? იმედი მათ ვნახავთ. რა თქმა უნდა. კი, რა თქმა უნდა, ანუ ზუსტად მაგას გულისხმობ, რომ აუცილებლად ქართული საზოგადოება, დემოკრატიული ქვეყანა, მოპოვებული და შექმნილი სასამართლო, რომელსაც ჩვენ აუცილებლად შევქმნით, საბოლოო ჯამში აუცილებლად მიგვიყვანს იქამდე, რომ ყველა, ვინც უკანონო გადაწყვეტილება მიიღო, ყველა სინდისის პატიმრის მისამართი აუცილებლად იქნება დაჯილი, იმიტომ რომ ქართველი ხალხი იმსახურებს ცხოვრებას ისეთ ქვეყანაში, სადაც გამეფებული იქნება მხოლოდ სამართლიანობა და არა ეს რაღაცა ავტორიტარიზმი, შიში და უბედურება, რომელშიც ეხლა გვაცხოვრებს ქართული ოცნების წარმომადგენლები. და როლი არის დარჩენილი რეგიონში კრიტიკული მედიაზე ბათუმელები 25-თან. არა, მე ვიცი, მე სხვათა შორის დავინტერესდი ამ საკითხით და ჩემი ინფორმაციით ძალიან მაღალი, მე მგონი 17-მდე რეგიონულმა მაუწყებელმა სხვადასხვა რეგიონში შეწყვიტა ახალი ამბების მაუწყებლობა. მათ შორის ბორჯომში დაიხურა, მათ შორის აჭარაში დაიხურა და ფაქტობრივად ამ კანონებით, რომელიც მიიღეს ამ დრაკონული კანონებით, ფაქტიურად რეგიონული მედიის განადგურება გამოიწვია ამ ყველაფერმა და როცა ჩვენ დიდი იმედი მაქვს, რომ ამ ქვეყანაში აღდგება დემოკრატია, აუცილებლად აღდგება ეს მედია ორგანიზაციები, მე ძალიან დიდი იმედს ვიტოვებ ამ ყველაფერს. ხოთია ვახსენე და მზიას აკითხვა, როგორ არის საფამძიეს დაპატიმრება რეგიონალურ მედიაზე. განსაკუთრებით მასების ბათუმელების გასაც დამოუკიდებლობა შედგას. მაგალითად ბათუმელები დღემდე მიუხედავად იმ წნეხისა, რა წნეხშიც არიან ისინი და რა წნეხშიც უწყობთ მათ მუშაობა მორალურად, რომელიც ძალიან რთულია. მე როგორც მოქალაქე, რომელიც ვაკვირდები ამ პროცესს და როგორც ჟურნალისტი, ვთვლი, რომ ისინი ღირსეულად აგრძელებენ მუშაობას, ისინი მუშაობენ შემჭიდროვებული შეწყვეტილი რესურსით, თუმცა ღირსეულად ისე როგორც უნდა მუშაობდეს დამოუკიდებელი მედია და მე მინდა ამ შესაძლებლობით მათ კიდევ ერთხელ გადავუხადო მადლობა ყველა იმ შრომისთვის და ყველა იმ მთელი ამ ისტორიისთვის, რაც ბათუმელებმა შექმნეს საქართველოს ისტორიაში და რეგიონში და მათ შორის მადლობა მინდა გადავუხადო
იმ წლებისთვის, რომელიც მე ბათუმელებში გავატარა, იმიტომ რომ ძალიან ისეთი სიღრმე ყოველთვის ვამბობ, რომ სწორედ პირველი ნაბიჯები ჟურნალისტიკაში მე დავიწყე ბათუმელებით და ეს იყო ჩემთვის ძალიან დიდი მაგალითი და ეს იყო ჩემთვის ღირსების მთავარი მოტივატორი, რომელიც ყოველთვის მაიძულებდა, რომ მედიაში ვიყო სწორედ იმ მხარეს, სადაც არის დამოუკიდებლობა, სადაც არის ჟურნალისტს შეუძლია თავად ისაუბროს სიმართლე და არა იმის რაღაცა ნაკარნახები, სახელისუფლებო რაღაცა ლოზუნგებით და დავალებებით, რომელიც დღეს არის სახელისუფლებო მედიაში. რამდენად დიდი სიმბოლო გახდა ზიამაღლობელი ჟურნალისტიკის სიტყვის თავისუფლებისა და მოქალაქეობრივი გაბედულების? ძალიან დიდი და ჩვენ ნახეთ არაერთი აღიარება და არაერთი პრიზი, რომელიც ზიამაღლებელმა მოიპოვა და რომელიც დღეს ფაქტიურად გახდა სიმბოლო დამოუკიდებელი მედიის და ბრძოლის დამოუკიდებელი მედიისთვის და ბრძოლის დემოკრატიისთვის ამ ქვეყანაში. ამიტომ რა ვიცი, ძალიან ბევრი მაგალითი გვაქვს და ძალიან ბევრი პრიზი გვაქვს იმისთვის, რომ ჩვენ ნახეთ ზიასღირებულება ამ მიმართულებით. ამიტომ რა თქმა უნდა, დღეს ზიამაღლობელი ჩემს ქვეყანაში და არა მარტო ჩემს ქვეყანაში წარმოადგენს დამოუკიდებელი მედიის ბრძოლის სიმბოლოს. 66 შემთხვევა დამოუკიდებელ მედიაზე თავდასხმა, ეს არის, არ ვიცი, სიგნალი განგაშის სიგნალზე უკვე უფრო მაღალი ხმა უნდა ისმოდეს ყველა მხრიდან, იმისთვის რომ ეს პროცესები უნდა შეწყდეს ქვეყანაში, იმიტომ რომ წარმოუდგენელია ჩვენ ვიღებდეთ ამ მასშტაბის გაროტებას, ამ მასშტაბის მტრულ გავლენებს, მტრულ დამოკიდებულებას და ასე წნეხის ქვეშ ვამყოფებდეთ არასამთავრობო ორგანიზაციას, მედია ორგანიზაციებს და რა ვიცი, ვანადგურებდეთ მათ ყოველდღიურ ცხოვრებაში, ვინაიდან საერთო ჯამში იმ შემთხვევაში თუ ჩვენ არ გვექნება დამოუკიდებელი მედია ორგანიზაციები, უნდა ვთქვათ, რომ მაშინ და მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციები, მაშინ უნდა ვთქვათ და ვაღიაროთ, რომ ქვეყანამ დაასრულა დემოკრატია და ქვეყანაში დასრულდა ადამიანის ღირებულება, დასრულდა თავისუფალი არჩევნები, დასრულდა თავისუფლად აზრის გამოხატვა და დასრულდა ქვეყანაში დემოკრატია. არ ვიცი, ნუ ამაზე უფრო ტრაგიკული წარმოსადგენი რა შეიძლება იყოს ქვეყანაში, თუმცა მე მაინც პოზიტიურად ვარ განწყობილი და მგონია, რომ ამ პროცესები ასე აღარ გაგრძელდება და სხვათა შორის ინტერვიუ მქონდა ერთ საერთაშორისო მედიასთან, სადაც დამისვეს კითხვა, თუ როგორ ხედავ შენ ქვეყანას, საკუთარ ქვეყანას საქართველოს 5 წლის შემდეგ და მე დარწმუნებული ვარ ამ პასუხში, რომ ჩემს ქვეყანას ძალიან მალე მე ვიხილავ ზუსტად ისეთ ევროპას, როგორიცაც ვიმსახურებთ ქართველი ხალხი, ზუსტად ისეთ პირობებში იმუშაოთ დამოუკიდებელი მედია ორგანიზაციები, როგორცაც ისინი იმსახურებენ ადამიანურ მუშაობის უფლებებს, იმსახურებენ, რომ მას თავზე არ ესხმოდნენ ქუჩაში, შეურაცხყოფას არ აყენებდნენ და დეზინფორმაციის სახელისუფლებო მედია ორგანიზაციები არ აქვეყნებდნენ მათზე ასეთ ცილისმწამებლურ და რა ვიცი მე ძალიან ბინძურ კამპანიას ამ ადამიანების მისამართით, იმიტომ რომ ჩვენ ვხედავთ პიროვნულ დონეზე როგორ იქნება რაღაცა კამპანიები იმისთვის, რომ გარკვეული ადამიანები დააშინონ, გააჩუმონ და სხვათა შორის მე მქონდა ერთი ასეთი შემთხვევა, როცა მეგობარი, რომელიც დასაქმებულია ერთ-ერთ უწყებაში, რა თქმა უნდა სახელმწიფო უწყებაში, საჯარო მოხელეა, მითხრა, რომ აი საყვედური მიიღო იმის გამო, რომ რაღაც კომენტარი დამეწერა და საყვედური მეორე მეგობარი მეუბნება, რომ საყვედური მიიღო იმის გამო, რომ დაგმო ძალადობა. ანუ თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ, რა არის მონობა? მონობა არის, როცა ადამიანი ვერ გამოხატავს საკუთარ აზრს, მკაფიოდ და არ შეუძლია დააფიქსიროს საკუთარი აზრი. არ ვიცი, ხა პიროვნული თვალსაზრისით ამაზე მეტად შეურაცხმყოფელი რა უნდა იყოს მაგალითად, მაგრამ ნუ
ნათქვამი არ შემიძლია ესე მოვიქცე და ძალიან მებრალება ყველა ის ადამიანი და ვუთანაგრძნობ მათ, რომ მათ უწევთ ასეთ პირობებში ცხოვრება და ეს ცვლილებები, რომელიც უნდა მოვიდეს დემოკრატიის სახით ამ ქვეყანაში, სწორედ გულისხმობს ამ ადამიანების გათავისუფლებას ესეთი წნეხისგან და იმისგან, რომ ამ ადამიანებმა უკვე თავისუფლად შეძლონ საკუთარი აზრის გამოხატვა, მიუხედავად იმისა, თუ სად იმუშავებენ ისინი, იქნებიან თქო საჯარო უწყებაში, იქნებიან პედაგოგები, მასწავლებლები, თუ ნებისმიერი უწყება, ყველა ადამიანი უნდა ცხოვრობდეს თავისუფლად, გამოხატავდეს საკუთარ აზრს თავისუფლად და ის შანტაჟი, რაც ეწყობა თქო ამ ადამიანების მისამართით, რომ აღრიცხავენ, ჩვენ არაერთი ფაქტი ვნახეთ, სხვადასხვა მედიაშიც ამშირად გავრცელებული ინფორმაცია ამის შესახებ, რომ რაღაცა Facebook პოსტის გამო ადამიანები სამსახურიდან გაუშვეს და აი მათ შორის საჯარო მოხელეები, რომლებიც იმისთვის, რომ ევროინტეგრაციის დოკუმენტს ხელი მოაწერეს და გაემიჯნენ ხელისუფლების გადაწყვეტილებას, მათ შეუქმნეს ისეთი პირობები, რაც შეუცვალეს იქ პირობები და ისინი ნაწილი გაყარეს, ნაწილი შეუწყვეტეს კონტრაქტის სხვადასხვა მიზნით, თუმცა ყველა მათგანის შემთხვევაში ჩვენ ვიცით, რომ ეს იყო ის, რომ ხელისუფლება ებრძვეს ყველა იმ ადამიანს, ვისაც უნდა ქვეყნის ევროინტეგრაცია, ვისაც უნდა ქვეყნის დემოკრატია და ვისაც უნდა ის, რომ ქვეყანა განვითარდეს. ეს ქვეყანა და ანუ ეს ბრძოლა არ არის მარტო ჩემი, არ არის მარტო თქვენი, არ არის მედია ორგანიზაციების, რომლებიც ამ სტრეხის ქვეშ მუშაობენ, არ არის მარა სამთავრობო ორგანიზაციების, რომლებიც დააყადაღეს და აბსურდული მუხლით დაიწყეს გამოძიება და ეს ხალხი მაინც იბრძვის. თქვენ ხედავთ მედიის ძალიან მწვავე მცდელობას იმისთვის, რომ გაშუქდეს ყველაფერი, რაც ქვეყანაში ხდება და ეს ამ ბრძოლას ჩემი აზრით სჭირდება ერთიანობა და რაც უფრო მალე მოხდება ეს ერთიანობა და შეერთება ყველა იმ ადამიანი, ვინც სამწუხაროდ ჩუმად არის შიშის გამო და ვერ საუბრობ ხმამაღლა, ყველა ამ ადამიანის ერთობლიობით ჩვენ შევძლებთ ძალიან მალე, რომ ვიცხოვროთ ისეთ ქვეყანაში, როგორცაც იმსახურებს ქართველი ხალხი და საქართველო იმსახურებს, რომ დაბრუნდეს საკუთარ ოჯახში, ევროპულ ოჯახში და გახდეს ღირსეული ევროპული ოჯახის წევრი. მოქალაქეებს ჰქონდეთ ისეთი ცხოვრება, როგორიც აქვს ევროპულ მოქალაქეს, ჰქონდეთ ისეთი შემოსავალი, როგორიც აქვს ევროპის მოქალაქეს, ჰქონდეთ ისეთი ჯანდაცვა და ისეთი პენსიაში გასული ადამიანი ცხოვრობდეს ისე, როგორცაც იმსახურებს და არა ისე, რომ აი ეხა დილემის წინაშე დადგეს და ვფიქრობდეს, რომ აი დღეს წამალი იყიდოს თუ საკვები. აი არ ვიცი, როგორ არ უნდა გინდოდეს, რომ ყველა ვიყოთ კარგად და ვიცხოვროთ ისე, როგორცაც იმსახურებს ეს ქვეყანა. რაც ნიშნავს ჟურნალისტისთვის პოლიციელებისთვის წინასწარმეტყველის გაწევა და ერთადერთი იარაღი კამერა და მიკროფონია. ნუ რამდენიმე დღის წინ და თითქოს ყოველდღიურად პროფესორად ასე ვიტყოდი, უფრო მართალი იქნება ყოველდღიურად ჩვენ ვხედავთ არა მარტო ცალკეულს, არამედ რამდენიმე შემთხვევას ჟურნალისტების ძალადობის და ხელშეშლის ფაქტებს. იმისთვის, რომ ჟურნალისტებმა ვერ მოახერხონ ადეკვატურად მუშაობა. და არ ვიცი, ამას ჭირდება სახელმწიფო გადაწყვეტილება, თუმცა მთელი სახელმწიფო მანქანები მუშაობს იმისთვის, რომ მედია განადგურდეს ქვეყანაში, იმისთვის, რომ ჩაგვდეს ეს სინათლე, რომელსაც შემოაქვს რეალურად მოქალაქეების ხმა და რომლებიც რეალურად საუბრობენ იმ პრობლემებზე, რომელიც არის ქვეყანაში და ცალკეული შემთხვევები ხარ, ჩვენ არაერთი შემთხვევა ვიცით, როცა ჟურნალისტის ცემეს, როცა იძალადეს მასზე, როცა კამერა დაუმსხვრიეს, როცა მიკროფონი წაართვეს. ამიტომ მედიის მდგომარეობაზე თუ საუბრობთ საქართველოში, მედიის მდგომარეობა არის უკიდურეს ნიშნულზე ალბათ დასული და ყველა ჟურნალისტი ცხოვრობს და დღეს მუშაობს სიცოცხლის საფრთხის ქვეშ. იმიტომ რომ ჩვენ არ ვიცით როგორ განვითარდება პროცესები გადაღებაზე, არ ვიცი როდის რა დაემართება, როდის დააკავებენ, როდის მიაყენებენ შეურაცხყოფას, როდის ჩაარტყამენ თავში რაიმე ნივთს და
გადატეხავენ კისერში და არ ვიცით საერთოდ რა ელის ჟურნალისტებს ხვალ მე არ გამოვრიცხავართ იმას, რომ პროცესები შეიძლება კიდევ უფრო გართულდეს და ჟურნალისტიკის მუშაობა გახდეს კიდევ უფრო მძიმე და წარმოუდგენელი, თუმცა გრძელვადიან და საბოლოო შედეგში მე მაინც ვხედავ, რომ ქვეყანაში იმარჯვებს დამოუკიდებელი მედია და იმარჯვებს დემოკრატია. რამდენად მნიშვნელოვანია აქცია მე მინდა ყველა იმ ადამიანს, ვინც ყოველდღიურად დგას აქციაზე, მართლა აი გულწრფელი მადლობა გადაუხადო, ვინაიდან ის რაც დღეს ხდება ქვეყანაში, აი ბრძოლის მთავარი ფუნდამენტი სწორედ არის ის ადამიანები, ვინც თავისი შესაძლებლობის ფარგლებში მაინც იბრძვიან, მაინც გამოდიან თავაზე, არ ყრიან ფარხმალს და ყოველდღიურად ჩვენ ვხედავთ, რომ აი წელიწადზე მეტხანს მიმდინარეობს ეს პროცესი და ეს ადამიანები არ გაღლიერონ ამ დროის განმავლობაში და როგორი მართალია მათი ბრძოლა, როგორი ღირებულია მათი ბრძოლა და ამხელა ღირსება გააჩნია ამ ადამიანებს, რომლებსაც ყოველდღიურად იჭერენ რაღაც წარმოუდგენელი მუხლი და თავისუფლების შეზღუდვის ფასადაც კი ისინი მაინც ყოველდღიურად გამოდიან ქუჩაში და აფიქსირებენ საკუთარ ხმას. ეს ხმარი ძალიან დიდი. ეს ხმა და ხმა, რომელიც ესმის ჩვენ საერთაშორისო მეგობრებს, ესმის იმ ადამიანებს, რომ ჩვენ ბრძოლა არ დასრულებულა, რომ ადამიანები ჯერ კიდევ ამ ქვეყანაში იბრძვიან დემოკრატიისთვის, იბრძვიან განვითარებისთვის და ცდილობენ განთავისუფლდნენ იმ წნეხისგან, რომელიც ეხლა ამ მომენტში არსებობს ჩვენ ქვეყანაში. ასევე ვიტყოდი, რომ მთავარი მოთხოვნა, მათ შორის სინდისის პატიმრების გათავისუფლება არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი, რომელიც ყველა ადამიანმა უნდა დაიცვას და ასევე სინდისის პატიმრების ქცევა და სინდისის პატიმრების ხმა არის ის ხმა, რომელსაც შეიძლება გარკვეული ადამიანები, რომლებიც მოქცეულები არიან ეხლა ქართული ოცნების გავლენის ქვეშ, მათ ეს ხმა არ ესმის, მაგრამ მოვა ის დრო, როცა ისინი ამ ხმას აუცილებლად გაიგონებენ და მერე ისინი დარჩებიან საკუთარი სინდისის წინაშე. სხვათა შორის ერთი მაგალითი იყო, აღარ მახსოვს ვიყვებოდა, ამბობდა, რომ აი კომუნისტების დროს ჩემი მეზობელს, რომელიც დააპატიმრეს, მის სოლსო სახლიდან ვაგდებდნენო და მე კართან მივედიო და აი კარის სახელობთან დავდექ იმისთვის, რომ გავსულიყავი და დავხმარებოდი, მაგრამ შემეშინდა და ვერ გავედიო და მთელი ცხოვრების მანძილზე მახსოვს ის ხმა, როგორი ითხოვდა ადამიანის შველას და ვერ დავეხმარე და აი ზუსტად აი დარწმუნებული ვარ, რომ აი სინდისის პატიმრების ხმა იქნება ის ხმა, რომელსაც მოქალაქეები, რომლებიც ეხლა შიში ესე დგანან, მაგრამ ვერ ბედავენ რაღაცა გადაწყვეტილების მიღებას, ისინი ამ ხმას აუცილებლად გაიგონებენ და მე ახლა არ მინდა ისე გამომივიდეს, რომ ვიღაცას რაღაცა მორალზე ან ღირსებაზე ვესაუბრო, უბრალოდ ყველამ უნდა მიიღოს ეს გადაწყვეტილება და ის თავის სინდისთან დარჩეს მართალი, როგორცაც თავად თვლის, თუმცა თვლი, რომ ხმა სინდისის პატიმრების არის და ყოველთვის იქნება ხმა მაღალი, რომელსაც ყველა გაიგონებს. ნუ ეს არის დედების ბრძოლის საუკეთესო მაგალითი და ჩვენ ისტორიაში არაერთი ისეთი ფაქტი გვაქვს, როცა დედების ბრძოლა არის ღირსეული ბრძოლა, და ამ საუკუნეში ამ ადამიანების ბრძოლა არის დედების ბრძოლის ღირსების მაგალითი, რომლებმაც ძალიან კარგად იციან, რომ საკუთარი შვილები სწორედ უკანონოდ ყავთ გამოკეტილი სათუსაღოებში და ძალიან მალე თვითონ მან და ყოველთვის რომ რაღაცნაირად პოზიტიურად უყურო ამ პროცესს და დარწმუნებული ვარ, რომ ასე იქნება. ყველა ერთად უნდა მოვახერხოთ, რომ ეს ადამიანები რაც შეიძლება მალე გამოვიდნენ ციხეებიდან და დასრულდეს ეს უსამართლობა, რომელიც მათ მისამართით, მათ შორის ყველა სინდისის პატიმრის და მათ შორის მზია მაღლობელის მისამართით დღეს მიმდინარეობს.
თავისუფლ გადაყვანილია ყველა სინდისის პატიმარს და აუცილებლად ერთიანობით ჩვენ აუცილებლად მოვახერხებთ იმას, რომ ვიცხოვროთ ღირსეულად და რაც მთავარია, ეს არ არის ერთეული ადამიანების ბრძოლა, ეს არ არის მხოლოდ ჩემი, თქვენი ან ადამიანების ბრძოლა, ვინც რუსთავაზეა, ეს არის ყველა ადამიანის ბრძოლა იმისთვის, რომ საქართველო დაუბრუნდეს ევროკავშირს და საკუთარ ოჯახს და მე იმენს ვიტოვებ, რომ შემდეგი ინტერვიუ, რომელიც ჩვენ გვექნება, აუცილებლად დავიწყებთ ამით, რომ აი ჩვენ ვართ ევროკავშირის წევრი და აი როგორ ხედავ განვითარებას. მოდი ეს პირობა დავდოთ. აუცილებლად ხდება. მე მჯერა რომ ახლოს მომავალში ეს აუცილებლად მოხდება. არა იმიტომ რომ იმსახურებთ, უბრალოდ ეს არის ჩვენი ადგილი. რა თქმა უნდა. ამობს აუცილებლად მოვიგებთ ჩვენ. აუცილებლად. იმიტომ რომ ეს არის ბოროტებისა და სიკეთის ბრძოლა და ყველა ბრძოლა რაღაცა გარკვეული შეფერხებით, მაგრამ მაინც ყოველთვის გრძელდება იმით, რომ სიკეთე იმართოს. მადლობა დიდი, ძალიან დიდი მადლობა და ძალიან დიდი მადლობა ამ შესაძლებლობისთვის და იმედი დავიტოვოთ, რომ იქნება კარგი. ნათია კოპალიანი იყო ჩემი კოლეგა, ჩემი პირველი თანამშრომელი ჯერ კიდევ და ერთი კვირით დაგემშვიდობებით შეხვდებით ყოველ შაბათს 22 საათს. ნახვამდის.